როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებში მონაცემების უსაფრთხოების დაცვა ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გადაამზადეს. 10 სტრუქტურის 30-მდე თანამშრომელი ინტენსიური კურსს რამდენიმე კვირის განმავლობაში გადიოდა. სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების გადამზადება მას შემდეგ მოხდა, რაც კანონში ცვლილებები შევიდა და ყველა სტრუქტურისათვის სავალდებულო გახდა გაატაროს ზომები მონაცემთა ბაზების კიბერშეტევებისაგან დასაცავად. განსაკუთრებული სირთულე დღეს წარმოადგენს შესაბამისი კადრების არსებობა სხვადასხვა დაწესებულებებში. სწორედ ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური ტრეინინგების კურსი ორი მიმართულებით: ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და დანერგვა და მეორე კიბერუსაფრთხოება. სამომავლოდ დაგეგმილია ამ ტრეინინგების ასე ვთქვათ სკოპის გაფართოება და მასში არა მხოლოდ საჯარო სექტორის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ბიზნეს სექტორიდანაც. გავიარეთ უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და აუდიტი. ეს ტრეინინგი დაგვეხმარება აუცილებლად აუდიტის განხორციელებაში, რამდენადაც ეს არის ახალი სიტყვა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა სამინისტროებში და კონკრეტულად საჯარო სამსახურებში.